საღამო მშვიდობისა მოკლედ გაგაცნობთ დღის იმ მთავარ თემებს, რომლებსაც ვრცლად 9 საათზე ნახავთ. დაპირისპირება პარლამენტში და პოლიტიკური დებატები უმცირესობა საკონსტიტუციო ცვლილებების ჩაგდებით იმუქრება. ნაციონალური მოძრაობა ცვლილებების მხარდაჭერას არაპირებს და არგუმენტების ნაცვლად ოპონენტებს პოლიტიკურ დევნასა და შანტაჟში ადანაშაულებს. როგორ პასუხობს მმართველი გუნდი ოპოზიციის ბრალდებებს. ასევე მთავარ გამოშვებაში რატომ ტოვებს ნაციონალების რიგებს კიდევ ერთი დეპუტატი. მარიკა ვერულაშვილის შემდეგ თანაგუნდელებს გარდაბნის მაჟორიტარი ემიჯნება. ხმაურიანი გამოსვლები და ურთიერთ ბრალდებები 9 საათზე ნახეთ პირდაპირ ჩართვა პარლამენტიდან. სიწყნარე. აი, ყველას გავაწევებ, მაშინ ახლა არ მოიღოთ მაშინ, ვინც გასაძევებელია. ძალიან გქონდა. როგორი იქნება პარლამენტის მომავალი შენობა, თუ საკონსტიტუციო ცვლილებები დამტკიცდება დეპუტატებს ძველ, თუმცა განახლებულ შენობაში მოუწევთ გადანაცვლება. სარესტავრაციო სამუშაოების დასაწყებად ტენდერი ცხადდება. რა შეიცვლება რუსთაველის გამზირზე მდებარე ისტორიულ შენობაში. 9 საათზე ნახეთ პროექტის მაკეტი. ირაკლი ალასანიას 100 დღე თავდაცვის მინისტრმა პრემიერ-მინისტრს ანგარიში წარუდგინა. იძინა ივანიშვილი უწყებას დღეს თავად სტუმრობდა. ვიდეო კონფერენცია ავღანეთში დისლოცირებულ ქართველ ჯარისკაცებთან და სამინისტროში დაგეგმილი რეფორმები. მისთვის დაიმსახურა მინისტრმა ივანიშვილის მადლობა და რასაჩუქარი მიიღო მთავრობის ხელმძღვანელმა ალასანიასგან. გიორგი მანჯავიძის რეპორტაჟი ნახეთ ზუსტად 9 საათზე. საიდუმლო ჩემოდნების შინაგან საქმეთა სამინისტროში ირაკლი ღარიბაშვილმა მისივე სატელეფონო საუბრების ჩანაწერები აღმოაჩინა. ნაპოვნია პოლიტიკოსებისა და საზოგადოებისთვის ცნობილი პირების პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო მასალებიც. მთავარ გამოშვებაში რა ბედი ეწევა უკანონო გზით მოპოვებულ ჩანაწერებს. ასევე 9 საათზე ვინყრის სადარბაზოებთან შპრიცებს. შინაგან საქმეთა მინისტრის განცხადებები და ოპონენტების რეაქციები. დღის ეს და სხვა მთავარი თემები ნახეთ ზუსტად 9 საათზე. მე სწორედ ამ დრომდე გემშვიდობებით. დაგვალოდეთ.